ის უფროსი 2002 წლიდან 2005 წლის ჩათვლით. ასევე მსახურობდა სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტში ასოცირებული დირექტორის პოზიციაზე. მის საქმიანობას ზედამხედველობდა ელჩი რიჩარდ ჰაასი. ამ უწყებაში საქმიანობისას პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი პასუხისმგებელი გახლდათ პოლიტიკურ, საკანონმდებლო და სამხედრო მიმართულებებზე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონებში. სახელმწიფო დეპარტამენტში საქმიანობამდე ლოურენს უილკერსონი 31 წლის განმავლობაში მსახურობდა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში. ამ პერიოდში ის გახლდათ ამერიკის სამხედრო ფლოტის კოლეჯის ფაკულტეტის წევრიც. ამ დროსვე პოლკოვნიკი უილკერსონი მსახურობდა გენერალი კოლინ პაუელის საგანგებო თანაშემწედ, როდესაც გენერალი პაუელი შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი იყო. პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი მსახურობდა დირექტორისა და დირექტორის მოადგილის პოზიციებზე ვირჯინიაში, უანტეკოში მდებარე საზღვაო ქვეითთა სამხედრო კოლეჯშიც. 1997 წელს თადარიგში გასვლის შემდეგ ის იწყებს გენერალ კოლინ პაუელის მრჩევლად საქმიანობას. ასევე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში ის კითხულობდა ლექციებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე. ამჟამად ბატონი ლოურენს უილკინსონი ჯორჯ ბუში უმცროსის პირველი ადმინისტრაციის შესახებ წიგნს წერს. პოლკოვნიკო, მოგესალმებით იმედის ეთერში. დიდი მადლობა, მიხარია თქვენთან სტუმრობა. დიდი პატივია თქვენთან საუბარი. პოლკოვნიკო, თქვენ ნებართვით მე საუბარს დავიწყებ კომპანია გალოპის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შესახებ საუბრით, რომლის მიხედვითაც უკრაინელთა 52% ემხრობა მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყებას. ეს ომი უკრაინისთვის უდიდესი ტრაგედია გამოდგა. ომი ისე არ წარიმართა, როგორც ამას ზოგიერთი წარმოიდგენდა, როგორც ეს აღქმული იყო თავისუფალ სამყაროში. სანამ უკრაინასთან დაკავშირებით გითხავთ, სურს უფრო ზოგადი შეკითხვა დაგისვათ. ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკური ცვლილებების, დონალდ ტრამპის დაბრუნების და ხელმეორედ გაპრეზიდენტების თაობაზე. მე ხშირად მithქვამს, რომ ტრამპის დაბრუნება თეთრ სახლში ტრიუმფალური იყო. როგორც წესი, ახალ პრეზიდენტს უკავშირდება ახალი იმედი. რას ფიქრობთ დონალდ ტრამპისა და მისი საგარეო პოლიტიკის შესახებ? ეს ძალიან რთული შეკითხვაა. მე ამ შეკითხვას 2016 წლამდეც მისვამდნენ და 2016 წლის შემდეგაც. არ ვარ დარწმუნებული, რომ ერთხელ მაინც გავეცი სწორი პასუხი. ვინაიდან ის საკმაოდ არაპროგნოზირებადი პიროვნებაა. ვიტყოდი, ის განსხვავებული ფენომენია. შესაძლოა ჩვენი სახელმწიფოს დაარსების დღიდან მოყოლებული ჩვენ ყოლია რამდენიმე უცნაური ადამიანი მეთაურთა რიგებში, მაგრამ ტრამპი ალბათ მათ შორის ყველაზე უცნაურია და მე ამ ტერმინს დიდი სიფრთხილით ვიყენებ, რადგან ამას გულით ვამბობ. რაც შეეხება ჩემს კომენტარს, ჩემი პასუხი ტრამპის შესახებ დღევანდელობიდან გამომდინარე შეიძლება გამოდგეს როგორც რაციონალური, ზუსტიც კი გარკვეული თვალსაზრისით. თუმცა ხვალ მოცემულობა შეიძლება შეიცვალოს და პასუხი ჟღერდეს როგორც წარმოუდგენლად მცდარი. მაგრამ მაინც მე იმედი მაქვს, რომ ის შეასრულებს დანაპირებს და უკრაინაში მიმდინარე ომს დაასრულებს. საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა, მოლაპარაკებები და თანმდევი სამშვიდობო ხელშეკრულება, მით უმეტეს, როდესაც ვხედავთ თუ როგორ ცდილობს პრეზიდენტი ბაიდენი ტრამპს ხელი შეუშალოს. არ ვიცი ეს ბაიდენს რამდენად გამოუვა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ და გვახსოვდეს, რომ ტრამპის გუნდში არიან ადამიანები, მარკო რუბიო მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნობის კანდიდატი, თავდაცვის დეპარტამენტის მდივნობის კანდიდატი პიტ ჰექსეთი. ამ ხალხს უკრაინაში ომის შეჩერება არ სურთ. თქვენს რამდენიმე სტატიას წავაწყდი. მათ შორის თუ არ მეშლება ერთ-ერთი გამოცემაში სათაურით იაპონია წინ. ეს შედარებით ძველი მასალაა. რამდენიმე წლის წინანდელი და ამ სტატიაში თქვენ აცხადებდით, რომ ნატოს გაფართოება დიდი შეცდომა იყო. საუბარი ეხება კლინტონის ადმინისტრაციის მიერ წარმოებულ პოლიტიკას კრემლის მიმართ 90-იან წლებში. თქვენ ასევე საუბრობთ ბუშის ადმინისტრაციის მიერ დაშვებულ შეცდომებზეც. ამ დროს არ შეიძლება არ ვახსენოთ 2008 წლის ტრაგედია საქართველოში, როდესაც რუსეთი ქვეყანაში სწორედ ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებული უთანხმოების მიზეზით შეიჭრა. თუ შეიძლება გითხრათ რამდენიმე სიტყვა თქვენ შეხედულებებზე ნატოს გაფართოების დეტალებზე და მის ფორმაზე.
Yes, without doubt, my views haven't changed. They've დიახ, strengthened. მე მოსაზრება არ შემიცვლია. კიდევ უფრო მეტად დავწმუნდი ჩემს მოსაზრებაში. თქვენი ნებართვით მსურს დავიმოწმო სამი ადამიანი, ვისაც მე უდიდეს პატივს ვცემდი. ესენია ჰენრი კისინჯერი, ჯორჯ კენანი და ბრენტ სკოუფროფტი. კენანი 99 წლის იყო, როდესაც სამივე ეს პირი 2004 წელს კოლინ პაუელთან სასაუბროდ შეიკრიბა სახელმწიფო დეპარტამენტში. სამივე მათგანმა განაცხადა, მართალია სხვადასხვა ფორმით, რომ ამერიკის იმპერიის უდიდესი სტრატეგიული შეცდომა 21 საუკუნეში ნატოს გაფართოება გახდათ. 3-დან 2 კი აცხადებდა, რომ 2003 წლის ერაყის ომი რიგით მეორე საბედისწერო შეცდომა გახდათ. მე მათ ვეთანხმები, ჩემი აზრით, ბილ კლინტონმა ძალიან ცუდი სამსახური გაუწია სამშობლოს სამხედრო კონტრაქტების ხარჯზე. მან კონგრესში საგანგებო კომიტეტი შექმნა სამხედრო კონტრაქტორების მონაწილეობით. მათ შორის იყო კომპანია Lockheed Martin, რომელმაც თავისთავად რეკომენდაცია გაუწია, მაგალითად ვარშავასთვის F-16-ების მიყიდვას. მე აზრი არ შემიცვლია, ნატოს გაფართოება ტრაგიკული შეცდომა იყო. სწორედ ასე აორთქლდა ის ეუფორია, რომელიც სუფევდა მაშინ, როდესაც შევარდნაძემ, ბეიკერმა, გორბაჩოვმა, კოლმა, მიტერანმა და სხვა მსხვილ სახელმწიფოთა ლიდერებმა შეძლეს თანამშრომლობა როგორც ათასობით ბირთვული ქობენის განადგურებისთვის, ასევე ევროპაში საზრიანი მშვიდობისთვის, რომელიც რუსეთსაც მოიაზრებდა. თავდაპირველად რუსეთი ნატოს დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსით უნდა შეერთებოდა. შემდეგ კი ალიანსის სრულფასოვან წევრად. ახლა კი მიმოიხედეთ სად ვართ, ძალიან შორს და ევროპისა და ჩვენი რეპუტაციის დაზიანების ხარჯზე. დაუმატეთ ამას ღაზაში მიმდინარე მოვლენები და ვიტყოდი, რომ ჩვენი რეპუტაცია საერთოდ გამქრალია. Gaza, and I would say we have no reputation left. See, these insights are so important. თქვენს მიერ ნახსენები ეს დაკვირვება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს საკითხები ფონად გაზდევს მოვლენებს, მაგრამ თქვენსავით მამაცი პირით უბედავს დღევანდელ დღეს საჯაროდ ამ საკითხებთან დაკავშირებით საუბარს. როდესაც ვახსენე, რომ ეს საკითხები ფონად გაზდევს მოვლენებს, დავამატებდი, რომ ხდებოდა ამ საკითხების მიზანმიმართულად ნეოკონსერვატიული, ნეოლიბერალური, ინტერნაციონალისტური ნარატივების მიღმა დამალვა. ამ ნარატივის ხერხლად იქცა საქართველოც. თუ ჩვენ აანალიზებთ იმ მოვლენებს, რომლებიც ფონად გაზდევდა ვითარებას, მივხვდებით, რომ არაფერი ჯდებოდა ლოგიკურ ჩარჩოებში, არც გეოპოლიტიკურ ჩარჩოებში. საქართველო 2008 წელს ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი იყო ამ ნარატივის. შემდეგ ვიხილეთ უკრაინაში მოვლენები 2014 წელს და 2022 წელს. ეს 2000-იანი წლებიდან მოყოლებული ნაცნობის სცენარია, რომელსაც მივყავართ დღეს უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებამდე. ასე რომ დიახ, ჯორჯ კენანისა და გნებავთ უფრო შედარებით თანამედროვე ანალიტიკოსების, მაგალითად ბილ პერის მოსაზრებებს მოვიშველიებდი, რომლის თანახმადაც რუსეთისთვის ყველაზე კაშკაშა წითელი ხაზი სწორედ ნატოს გაფართოებაა. შეიძლება ზუსტ ციტირებას არ ვახდენ, მაგრამ ის ასევე ეწინააღმდეგებოდა ნატოს გაფართოებას. He was also against it. And yet I took my Marine Corps War საზღვაო ქვეითთა კოლეჯში ყოფნისას მე სემინარების ფარგლებში მქონდა ბილ პერისთან საუბრის სამი შესაძლებლობა. ერთ-ერთი სემინარისას ის რუსეთიდან ახალი დაბრუნებული იყო და ის მოსკოვთან ურთიერთობების დინამიკით ძალიან გულდაწყვეტილი იყო. ბილ პერი კოლინ პაუელის მსგავსად ფიქრობდა, რომ ახალი მსოფლიო იბადებოდა და კონკრეტული ძალები ამის შეჩერებას ცდილობენ. Stop that birth in its tracks. Yes. And some of these sort of adults in the room, if you ბევრ ადამიანს დიდი პატივისცემა ამოძრავებს ბობ გეიტსის მიმართაც. ის ყოველთვის ამბობდა, რომ ეს გამოწვევა წამოყოფდა თავს. საქართველოში ზოგი პოლიტიკური ძალის გაძლიერება იმ პერიოდში პრობლემა იქნებოდა და ბატონ გეიტს ბუშის ადმინისტრაციაში მუშაობისას ეს ხშირად უთქვამს. მაყურებელს ვეთქვი, რომ ბობ გეიტსი იყო თავდაცვის დეპარტამენტის მდივანი როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური ადმინისტრაციის პირობებში. ეს იდეოლოგია, ეს ნარატივები, რომლებიც არც თუ ისე დიდი პასუხისმგებლობით იქნა გატარებული, გახდა იმ შედეგის მომტანი, რომელსაც ვხედავთ. თქვენი ნებართვით, რომ დაუბრუნდეთ დონალდ ტრამპს. დონალდ ტრამპი ინსტინქტურად, ინდივიდუალურ დონეზე არ გახლავთ ომს მოწყურებული. ის არ არის ის, ვისაც სურს ლიბერალური ჰეგემონიის ზურგის ქარი. ტრამპი გახლავთ ტრანზაქციული, პრაგმატული, მაგრამ ამავე დროს ვხედავთ, რომ ის გარშემორტყმულია ნეოკონსერვატიული ისტაბლიშმენტით. თქვენ ახსენეთ მარკო რუბიო. რამდენად შეუძლია ტრამპს იყოს მოქნილი ამ ფრონტზე. გულისხმობ უკრაინას. რაც შეეხება ჩინეთსა და ახლო აღმოსავლეთს, მიმაჩნია, რომ ის გააგრძელებს ამ რეგიონებში ძველი საგარეო პოლიტიკის გატარებას. I think you're right there.
მართალს ბრძანებთ, თქვენი ნებართვით გეტყვით შემდეგს. მგონია, რომ ის პოლიტიკური სივრცე, რომელიც ტრამპს ექნება მის მხარდამჭერებთან, დაახლოებით მოსახლეობის 60%-ს გულისხმობ. ხელს შეუშლის და არ მისცემს ტრამპს იმის გაკეთების საშუალებას, რის შესახებაც თქვენ საუბრობდით ახლახანს. ვგულისხმობ პირველ რიგში იმას, რომ ამერიკელმა ხალხმა მდინარე რაინის გნებავთ ნიუ-იორკის აღმოსავლეთით მდებარე სამყაროზე არაფერი იციან. მათ არ იციან ისტორია. არ იციან, არ ვიტყოდი 1000-სლოვანი, მაგრამ 100-სლოვანი უკრაინულ, რუსული ან რუსულ-ქართული ურთიერთობების შესახებ არაფერი. ჩემმა ერთმა ნაცნობმა ინდონეზიელმა ჩინეთი როგორც მისი ქვეყნის ზურგზე შემომჯდარი მონსტრი ისე დაახასიათა. იმ პერიოდში ინდონეზიას ჩინეთთან პრობლემები ჰქონდა. თორემ როგორც წესი იქ ასე არ საუბრობენ და არც უნდა ისაუბრო ასე, ვინაიდან ეს მეზობელ სახელმწიფოს ეხება. ზოგადად შეუძლებელია გეოგრაფიისგან თავის დაღწევა. კუბელმა რიკარდო ალარკონმა პარლამენტის თავმჯდომარეობისას ერთხელ მითხრა, რომ კუბას პრობლემა გახლდათ ის, რომ ქვეყანა ასე შორს იყო ღმერთისგან და ასე ახლოს ამერიკასთან. არავინ საუბრობს იმაზე, თუ როგორ ეპყრობა ვაშინგტონი კუბას, მაგრამ ჩვენ ბევრს საუბრობთ, თუ როგორ ეპყრობიან საქართველოს ან უკრაინას. ჩვენ არ გვაქვს ცოდნა და ეს აძლევს დონალდ ტრამპს მცირე საშუალებას, რომ იმოქმედოს ჩვეული ჩარჩოებიდან სულ ცოტათი განსხვავებულად. ეს ჩვეული ჩარჩო კი გულისხმობს ნეოკონსერვატიულ, ნეოლიბერალურ ეკონომიკურ ჩარჩოს. ტრამპი დიდი სიამოვნებით დაადგებოდა ამ განსხვავებულ გზას. მას ინსტინქტურად ესმის ცვლილების აუცილებლობა, მაგრამ მას შეიძლება გაუჭირდეს. სწორედ ჩემს მიერ ნახსენები გაუნათლებლობის და იმ პოლიტიკური სივრცის ნაკლებობის მიზეზით. ამერიკელები დასკვნებს აკეთებენ იმის მიხედვით, იღუპება თუ არა ამერიკელი ამა თუ იმ კონფლიქტში. თუ რა პასუხისმგებლობა აქვს ვაშინგტონს აღებული, ეხება თუ არა საქმე ფულს. ამერიკელ ამომრჩევლს აი ეს აინტერესებს და არა გადამწყვეტი დეტალები და მიმაჩნია, რომ სწორედ ეს გადამწყვეტი დეტალები გვიფუჭებენ საქმეს. ეს იმპერიებს ემართებათ და ნაცნობი მოვლენაა. კოალიცია, რომელიც ახლა იკრიბება და მე მას BRICS Plus ვეძახი, აერთიანებს 60 ტრილიონის მოცულობის მთლიან შიდა პროდუქტს. ეს კოალიცია ჩვენ დაგვამარცხებს. ეს მხოლოდ დროის ამბავია, ეს დამოკიდებულია მოვლენებზე და მათ განვითარებაზე, დამოკიდებულია გამოწვევებზე და ამ გამოწვევებზე ჩვენს არასწორ პასუხებზე. ჩვენ დამარცხება გვიწერია და ამას ვერც კი ვხედავთ. ეს ჩემთვის ნამდვილი გამოცანაა, თუ როგორ არ გვესმის, თუ საკუთარ თავს რამდენს ვუშავებთ. I do agree with you that I think he would rather do that. Yes. Yes, we can only hope, all right? დიახ, მაგრამ ინსტინქტურად იმის გათვალისწინებით, რაც ვიცით, ცვალებადი საერთაშორისო სისტემის ფონზე დამეთანხმებით, ალბათ რომ ხედავთ თუ როგორ ხდება ერთპოლუსიანიდან მრავალპოლუსიან სამყაროზე გადასვლა. ეს ხდება იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა ნაბიჯების გადადგმა სურს და არ სურს ტრამპს. ამერიკის შეერთებული შტატების შედარებითი ძალა შემცირებულია. ჩინეთის აღზევება კი ყოველთვის წარმოადგენდა ვაშინგტონისთვის გამოწვევას. განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც რუსეთი რეგიონალური თვალსაზრისით მეტად გაძლიერებულია და აჩვენებს მზადყოფნას, რომ დაიცვას საკუთარი ეგრეთ წოდებული წითელი ხაზები. საბოლოო ჯამში ეს ვაშინგტონისთვის სერიოზულ გამოწვევებს ქმნის. ჩვენ ვცხოვრობთ მრავალპოლუსიან სამყაროში და ეს კი ალბათ დააცხრობს იმ აღტკინებასა და ავანტიურიზმს, რომელიც ასია ჩაბუდებული ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკურ ელიტაში. მათ შეიძლება არ უნდოდეთ, მაგრამ მოუწიოთ ამის გაკეთება. თუ ტრამპი უფრო ღრმად შეძლებს ჩაეძიოს ამ მოცემულობაში, ის შეძლებს თამამი ნაბიჯების გადადგმას, რომ შეაჩეროს ან შეანელოს ნაცნობი პოლიტიკა უკრაინელების, ქართველების, რუსების მიმართ. ეს მისი ადმინისტრაციისთვის დიდი გამარჯვება იქნება. სურს გითხოთ ატაკამსების თაობაზე. ერთ-ერთი პირველი, რაც ვიფიქრე, როგორც კი შევიტყვე უკრაინისთვის შესაბამისი ნებართვის მიცემის თაობაზე, ვიეჭვე, ბაიდენი ამას ტრამპისთვის ცხოვრების გართულების მიზნით ხომ არ აკეთებს თქო. რას ფიქრობთ? What are your thoughts on that? I think it's definitely an attempt to encumber them. მიმაჩნია, რომ ბაიდენის მიზანი ტრამპისთვის ხელის შეშლაა. უკრაინა იყენებს ბრიტანული წარმოების სარაკეტო შეიარაღებასაც. მე ლონდონს ვაშინგტონის ფინიას ვეძახი, ეს სწორი შეფასება მგონია. ბრიტანეთი სულ მომწონდა, მაგრამ ბოლო დროს მათი შემხედვარედ დავფიქრდი, საერთოდ უნდა გამიხარდეს თუ არა ბრიტანეთზე საუბარი. ისინი ჩვენ ფინიად იქცნენ. ჩვენს ყველა მოთხოვნას ასრულებენ. მგონია, რომ უკრაინისთვის შორმანძილზე მოქმედი სარაკეტო შეიარაღების გადაცემის საკითხი ცოტათი გაბუქებულია. ვლადიმირ პუტინმა და სერგეი ლავროვმა აჩვენეს, რომ რაციონალური მიდგომა აქვთ და იმედი მაქვს, ეს ასე იქნება მომავალშიც. ატაკამსის რადიუსი 300 კილომეტრია. ეს რუსეთის ზომის სახელმწიფოსთვის არაფერია, მაგრამ მათ ნამდვილად შეუძლიათ
საუკეთეს ესკალაციად შეაფასონ. ვინაიდან ეს უკვე სხვა მოცემულობაა. ყველა მიცის, მე ვიცი, რომ ამ შეიარაღების გამოყენების მიზნით აუცილებელია ამერიკული სატელიტების გამოყენება და ფრონტზე ამერიკული ჯარების ყოფნა. იგივე ეხება ბრიტანულ სარაკეტო შეიარაღებასაც და ნებისმიერ სხვა ამ სახის შეიარაღებას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ომში ჩავებით. პუტინი კი კატეგორიულია, რადგან საერთაშორისო სამართლისა და საომარი კანონზომიერების გნებავთ გაეროს ქარტიის 51 მუხლის გათვალისწინებით, მას საპასუხო დარტყმის უფლება აქვს. უფლება აქვს ნატოზე საპასუხო დარტყმის განხორციელების. თუ პუტინი მის ერთ-ერთ ჰიპერბგერით რაკეტას ლონდონს ესვრის, ეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებით ლეგიტიმური ნაბიჯი იქნება. არ ამგონია, რომ პუტინმა ეს ნაბიჯი გადადგას, ის არ აპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას. ის ჭკვიანია, მაგრამ დესტაბილიზაცია სახეზეა და ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ვაშინგტონი შეიშალა. Washington has lost its bearings. Yes, this universalist view. დიახ, დემოკრატიის იარაღისლულით გავრცელება, ღირებულებებზე დაფუძნებული ნორმატიული საგარეო პოლიტიკა საპირისპირო შედეგის მომტანი გამოდგა. საქართველოს მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, ამერიკის ნორმატიულმა საგარეო პოლიტიკამ გააძლიერა არასამთავრობო სექტორი საქართველოში. That has become extremely powerful. It's the CIA's latest tool. ეს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყველაზე თანამედროვე იარაღია. უმცროსი ბუშის ადმინისტრაციის დაახლოებით პირველ წელს გადაწყდა არასამთავრობო ორგანიზაციების ინფილტრაცია. ან მათთვის ისეთი მისიის დაკისრება, რომლის თაობაზეც შეიძლება მათ თავად არც იციან არაფერი. ეს მისიები კი დემოკრატიის წინსვლის სახელით იქმნება. Of course, freedom agenda and the democracy promotion. Yes. And what's been happening is that ეს არასამთავრობო ორგანიზაციები იმდენად ძლიერნი არიან, რომ მათ ქვეყნის რევოლუციის პირას მიყვანა შეუძლიათ. თქვენ ახსენეთ NGO სექტორი და ამერიკის დაზვერვა. ორგანიზაცია NED არ მახსოვს ამ ორგანიზაციის ყოფილი პრეზიდენტის სახელი. არც მახსოვს ეს პირი კიდევ NED-ში საქმიანობს თუ არა, მაგრამ მან საჯაროდ განაცხადა, რომ უკრაინა იყო ბოლო ჯილდო. მე ზუსტ ციტირებას არ ვახდენ, მაგრამ ეს არის მათი მიდგომა, მათი ფილოსოფია. სწორედ ეს არის დემოკრატიის სახალისების სახელით ამ მოძრაობის ცენტრალური ბლოკი. სურს ხაზი გაუსვა, რომ მაგალითად საქართველოში არ არის საჭირო ღია კარის მტრევა. საქართველოს მუდამ სურდა ყოფილიყო დასავლეთის, ევროპის და ნატოს ნაწილი. საქართველოში პროდასავლური პოლიტიკური კაპიტალის თვალსაზრისით თანამშრომლობის დიდი შესაძლებლობა იყო. ამ კაპიტალის გამოყენების მაგიერ დასავლეთმა ჩემი აზრით არასწორი გზა აირჩია. როგორ უნდა მოიქცეს საქართველო? მოვიშველიებ გეოპოლიტიკას. როგორი უნდა იყოს საქართველოს რეგიონული პოლიტიკა? თუ გავითვალისწინებთ რა სამეზობლო ყავს საქართველოს, რუსეთი ჩრდილოეთით და გარშემო თურქეთი და ირანი. საქართველოს შეძლო ყველა ამ სახელმწიფოსთან ბალანსისა და საერთო ენის პოვნა. უნდა ვახსენოთ აზერბაიჯანიც, რადგან რეგიონის დამოუკიდებელი განვითარების მოწმენი ვართ. What America has done, what the empire has კი ბატონო, ის რაც ამერიკამ ჩაიდინა, გახლავთ საქართველოს შებოჭვა. ვაშინგტონი ამას გააგრძელებს მანამ, სანამ ტრამპი გადაწყვეტს, ან სანამ ტულსი გაბარდი, თუ ვინც არ უნდა იყოს დაარწმუნებს ტრამპს, რომ ეს არ ღირს. საქართველოს ეს უნდა გაითვალისწინოს. როგორც თქვენ თქვით, ხმელთაშუა ზღვიდან ჩინეთამდე რეგიონი გამოცოცხლდა. 3000 წლის განმავლობაში ეს მსოფლიოს დომინანტი რეგიონი იყო. გვაქვს ურთიერთგაგების ენა რეგიონის უდიდეს ნაწილში, ეს კი ვაჭრობას ამარტივებს. მაგალითად, კასპიის ზღვის ფსკერზე 100 წლის ოდენობის მარაგებია მეთანის. მისი გამოყენება ღირს თუ არა სხვა საქმეა, მაგრამ ამ რესურსით შესაძლებელია რუსეთისა და ჩინეთის დაფინანსება ერთად. ეს გახლავთ დედამიწის დინამიური რეგიონი. თქვენ კი ამის ნაწილი ხართ და არ მისცეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, იმპერიას ნება, რომ ეს შესაძლებლობა წაგართვან. როდესაც ვხედავთ, რომ იმპერია უკრაინაში რუსეთის სისხლისგან დაცლას ცდილობს, თქვენ ამ ძალებს შორის ბალანსი უნდა დაიცვათ. წინ ახალი მსოფლიო წესრიგი მოდის, თანამშრომლობისა და კოლაბორაციის მსოფლიო. თქვენ შესანიშნავ ადგილას ხართ და შესანიშნავი ცივილიზაციის პატრონი ხართ. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კარგად განათლებულია და გესმით რა ხდება. ეს ქაოსი ამერიკის დამსახურებაა. ჩემი აზრით, ეს ქაოსი საქართველოში ამერიკის ბრალია. თავი რომ გაგანებოთ, ყველაფერი მოგვარდებოდა. In my view. Correct. Well, here it's always been a დეტალური აღწერა, რომელიც თქვენგან მოვისმინეთ, ზუსტად ასახავს რეგიონის და რეგიონში საქართველოს როლს. საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ იარაღად გამოყენების მცდელობა მხოლოდ იმიტომ, რომ დასავლეთს რუსეთი არ მოსწონს, ჩემი აზრით დიდი შეცდომა იყო. სამხრეთ კავკასიის რუსეთის დასუსტებისთვის გამოყენება შეცდომა იყო. ამან არც ახლა იმუშავა და არც არასდროს უმუშავია ისტორიულად. ნახოთ რა იქნება, მაგრამ მიმაჩნია, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ჩვენს თვალწინ
უბრუნდება გეოპოლიტიკის კლასიკურ პრინციპებს. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. We look forward to seeing you again soon. Well, thank you for having დიდი me. მადლობა. Thank you. Have a good one. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.